როდესაც შენ რაღაც გაინტერესებს და ძირითადად ამ თემატიკის გარშემო ეძებ კონტენტს. აი იქ ვისაც გიგდებს რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. შენ ქვეცნობიერად დაიწყებ იმ კონტენტის ძებნას, რაც როგორ გითხრა, ამართლებს აი მიზეზებს, რასაც საკუთარ თავთან უხეშ თვით აპრავებ რა, რაღაც. Confirmation bias რაც არის. კი, ანუ აი ამას იმის გამოვაკეთ, რომ ეს ესია. ალგორითმი ამ confirmation bias ერგება? მე თუ დავიწყე იქ ძებნა, ის ხომ მე თავისი თაგდებს და მე იქ ხა მე ის ფსიქოლოგია განათლებით ვინ არის, მართლა ფსიქოლოგია თუ არა, აღარ ვეძებ ამას ძირითადად, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან ხშირად მაგის ხვეპნი, რომ აი რაღაცას რო იგებენ, მოდიან და მე ანუ ამოწმებენ ჩემთან. მე კარგია რომ ამოწმებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვათ, ანუ არავინ არ ყავთ ხო ისეთი ადამიანი, ვისთანაც მიხვალ რაღაცას იკითხავ. ის და მე ხო იჯერებს ამ ყველაფერს, რომ ეს რაღაც სიმართლეა. ანუ რის მოსმენაც რის მოსმენაც ქსიამოვნებს, იმას გასმენ. მაგას ვიძახით და მე ანუ ალგორითმი იქ არ ვიცი ხა როგორ მუშაობს თუნდაც TikTok-ზე იქნება თუ სად იქნება, ანუ ის ხო არ გიყრს ხა პროფესიით ფსიქოლოგია, ეს არის რაღაცები, უბრალოდ აი უფრო აი მოფსიქოლოგოებს ვისაც ვსწრებდიან, ჩვეულებრივი ადამიანები საუბრობენ ამ ყველაფერზე. ვიღაცები არ საკვირდებიან, რომ ფსიქოლოგია არ არის და უბრალოდ თავისი რაღაც ნააზრევი ილაპარაკა ამ ვიდეოში.